ახალი მთავრობის ახალი ინიციატივა შესაძლოა ყველა იმ ჰესის მშენებლობა გაჩერდეს, რომლებიც ეკოლოგიურ მდგომარეობას საფრთხეს უქმნიან. გარემოს დამცველები კი ყველა დაწყებული და დაგეგმილი ობიექტის მშენებლობის გადახედვას ითხოვენ. ეკოსისტემაზე მომუშავე სპეციალისტები მომავალ ხელისუფლებას კანონმდებლობის შეცვლასაც ურჩევენ. ხუდონ ხესსა და დარიელ ხესზე სამუშაოები შესაძლოა შეჩერდეს. კოალიციის მომავალი მთავრობა დიდი ჰესების მშენებლობას აღარ აპირებს. ჰესების მშენებლობა გაგრძელდება მემხედველობაში ვარ. მცირე და საშუალო ჰესები დიდ ჰესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. რაც შეეხება რომლებიც უკვე გაცემულია თქვათ რაღაც ნებართვები და კონტრაქტები, ყველა გადაისინჯება, რაც ჩვენ გვეხება ეკოლოგიური თვალსაზრისით. და რა თქმა უნდა ის რომელიც საფრთხის შემცველი იქნება ყველა გაჩერდება. კომიტეტი გააკეთებს ყველაფერს გარემოს დამცველებთან ერთად, ექსპერტებთან ერთად, რომ ამგვარი თავაშვებული ჩარევა ბუნებაში აღარ მოხდეს. დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია ადგილობრივი მოსახლეობაც. მათი თქმით, მდინარე თერგის მილსადენში გატარება როგორც დარიალის ხეობას, ასევე დაბა ყაზბეგს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ხუდონ ჰესი კი რამდენიმე სოფელს დატბორვით ემუქრება. არ გვინდა აქედან გასვლა. ჩვენ აქ დავბერძით, აქ უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. სხვაგან ჩვენ ვერ ვიარსებებთ ახლა ამ სიბერეში და არც ახლა გაზებს არ უნდა. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. აი იმისთვის რომ ეგრო კალაპოჩი ჩაივარდეს, აი ყუროს რო ეძახით, აი ეგრო გამოვიდეს, ნიაღვარი წყალი აღარ გაატარეს და შეიძლება საშიშროება მოუტანას ყაზბეგს. გარემოს დამცველები მომავალ მთავრობას დარგის ექსპერტებთან ერთად ენერგოგანვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას ურჩევენ. რაც გვინდა ამდენი ჰიდროელექტროსადგური, როცა ჩვენ უკვე არსებულ ჰიდროელექტროსადგურების სრულ გენერაციას არ ვიყენებთ და ძალიან დიდი დანაკარგები გვაქვს. პრობლემატური იყო ეკონომიკურადაც, ვინაიდან ეს ჰესები ყველაფერი მომართული იყო ენერგიის ექსპორტზე და ამ ენერგიის ექსპორტის შედეგად საქართველოს ბიუჯეტი აღებულობდა შესაბამის შემოსავლებს. ენერგეტიკის სამინისტროში გარემოს დამცველთა კრიტიკაზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყების ოფიციალური ინფორმაციით 2012 წელს გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგია საქართველოდან თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში ექსპორტზე გადის.